დღეს ისევ წარმოგიდგენთ ერთ-ერთ დანდალოეს ქალბატონს ვარდო ჯაიანს, რომელიც წამოსულია დროებით ავადმყოფობის გამო თავის შვილთან, თავის ქალიშვილთან და მივაკითხავთ და გაგაცნობთ მართლაც ისეთი ქალბატონია ერუდირებული, რა ვიცი, ნახოთ როგორი შეხვედრა მოხდება. გამარჯობა. გამარჯობათ, მოგზანდით. სახში ბრძანდება ქალბატონი ვარდო, როგორ ბრძანდება? არა უშავს. ჩამთელობას. არა უშავს, მოგზანდით. კარგით. ქალბატონო ვარდო, რამდენი წელს ბრძანდებით? 93-ში. 93-ში, ოჩახ. მაგალითად, რას გვეტყვი ახლა თქვენ თუ გაქვთ დანახი ჩემი კადრები, რომელიც თქვენისთან ასაკის ადამიანები გადავიღე? ყველა ნახეთ, ხო? ყველა მოისიყვარულეთ, ყველას ვერ ნახავთ, თქვა ფიზიკურად, მაგრამ ტელეფონში ხომ ნახეთ? კი. ასე გნახავენ თქვენაც. ყველას ფაქტიურად ერთ-იგივე შეკითხვებს უსვამ და ერთ-იგივე განმეორება მიწევს და აი მე მინდა რომ მომიყვეთ თქვენი ცხოვრების გავლილი წლები, აი თქვენი ბავშვობიდან დაწყებული დღევანდელი დღემდე მოსული, თუ როგორ და რანაირად გაიარეთ ეს პერიოდი. ინტერესიანი ვიყავ თავიდან. გმირობაზე მქონდა საქმე და გამათხოვა მამაჩემმა და ავჭი დანდალოში ბოლომდე. კი, მაგრამ მომისმინე ხა თქვენ მე რამდენადაც ჯაიანი ბრძანდებით. ჯაიანი მამის გვარი. მამის გვარია და საიდან ბრძანდებით ისე წარმოშობით? ხიხაძირიდან. ხიხაძირიდან და ხიხაძირში დაიბადეთ. აი რომელ წლებში დაიბადეთ და როგორ ოჯახში დაიბადეთ მაშინ ეს? დორში დაბადებული ვარ და 9 წლის ვიყავ რომ გადავსახლით კომუნიკაციაში. კომუნიკაციაში გადავსახლით იქიდან, ხო? რამდენი დედმამიშვილი ბრძანდებოდით? დედმამიშვილია. დედმამიშვილობას ჩემსას ვერ გეტყვი. 24 დედმამიშვილი კდარი მყავს. როგორ ეკა? ორი დამყავს მარტო. რამდენი დედმამიშვილი იყავით ეს? მამა ჩემს რეზუსიანი ქალი ყავდა და უკდებოდა ბავშვი. და როგორ გამოთხოვდით დანდალოში, საიდან სადაო? გარიგებით. გარიგებით. ჩემ ბიძაშვილმა გამაცნა და გარიგებით გამოთხოვა მამაჩემ. თავიდან ესე იგი არის სწორდით თქვენს მეუღლეს. ძალიან მე მახსოვს, ძალიან ერუდირებული ადამიანი და განათლებული ადამიანი ბრძანდებოდა თქვენი მეუღლე. დანდალოში რომ მივედი თითქმის 64 წელია დანდალოში. თქვენ ყავთ რამდენი შვილი? 4 თუ 5? 6. 6 შვილი ყავთ, ხო? 6 შვილი გავზარდე, ვასწავლე, დავამოსახლე. ძალიან კარგი. მე რამდენად ვიცი, თქვენ ამ 4 შვილში ერთი საეკლესიო მოღვაწეა, ეკლესიური პიროვნებაა. თქვენ მე რამდენად ვიცი, ხართ აი უფრო მუსლიმანური მიმდევარი და უხარიოდა რომ ბებია უფრო მიგებს თქვენზე უფრო ეუბნებოდა. ეს რამე წინააღმდეგობას არ აქვს ხო ოჯახში? პირიქით, უფრო ეცლონება და უფრო მე წინააღმდეგობას ვაფერ გუწევ, ყველას მისი აზრი აქვს, მისი ცხოვრება და მისებურა უნდა გააკეთოს. სხვა რას გვეტყვით ახლა? თქვენი ბავშვობა როგორი ბავშვობა გქონდათ? ბავშვობა ვერ ვიტყვი რომ კარგი, ვერ ვიტყვი რომ ცუდი. გამზარდეს იმ მიმართებით გამზარდეს რომ დანდალოში დავბერდი მომდურავი ვინმე არ. მე რა თქმა უნდა, მაგრამ ბავშვობაში აი თქვათ შეგიძლია შეადარო თქვენი ბავშვობა დღე? ვერა, სწავლით არ მასწავლეს. მე შრომა მოწინავე ვიყავ გმირის საქმეზე წამდგარი. გამათხოვა მამაჩემმა და ეგეც დავკარგე. ორხელ მოსკოვში გამოფენა მომიწია და არ გამიშვეს. გამოფენა რასთან დაკავშირებით?
რასთან დაკავშირებით გამოფენა? მოწინავე შრომისთან დაკავშირებით. აჰა. ეს ალბათ კოლექტივობის დროს ხო? კოლექტივობის დროს. ვერცხლის медали და სარეცხი მაშინა მაჩუქა მოსკოვმა 1958 წელს. მე გავთხოვდი იქა და იქაც მოწინავე ვიყავ იქაც თამბაქოში დაიმოწ. ეს კოლექტივობის დროს მოწინავე ოშო ვეტერან შრომის медали მიღებული მაქვს, საბუთი მაქვს და ახლა ბევრ რამეში გამომადგა ეს ვეტერანობა, მაგრამ დამაგდო ავატყოფობამ და ვარ ახლა და ვნახოთ რა იქნება. არა უშავს, არაფერი დავატყობა არა თქვენ მაგარი ქალბატონი ბრძანდებით. ბევრი ამაგი გაქვთ, მე რამდენად ვიცი ძალიან ბევრი ამაგი გაქვთ. ჩვენ სოფელში გადასულებთან დაკავშირებით თქვენი ტრადიციული მომსახურებით რაღაცებით ძალიან ბევრთან ბევრი ამაგი გაქვთ და ეს არ დაგეკარგებათ, ღმერთი არ დაგეკარგავს და მათი როცობით არ დაგეკარგებათ არაფერი და იქნებით ჯამთელად. რომ გავხე სტუდენტი იყო ჯებიქბარი. დაამთავრა 12 წელი სამსახური უნდა და იმსახურა მარტო ვიყო. მე რომ დაბრუნდა სოფელში კოლმეოლების თავმჯდომარედ დაირჩიეს. მე პარტორგი იყო 160 პარტიის წევრი ყავდა. მუშაობდით ერთად. და 6 წელი გავატარეთ ერთად, მაგრამ ის სამსახურში მეზაში. 26 წელი არ ბრძანდება. ძალიან გვიანი და კარგი ადამიანი იყო. სხვა კიდე რას გვეტყვით? რას გვეტყვი კიდე სხვას? მნიშვნელოვანს? რა ვიცი მე რაც ორი გაჭირვება გავლილი მაქვს, მაგრამ საკუთარი შრომით მშიერი მწვერვალი არ დამჩენია უბლები და გავზარდე კარგად. ნამდვილად კარგი შვილები გაზარდეთ, მე თითქმის კი არა ყველას ვიცნობ. მე რომ მარტო ხელი ვიყავითო დედამთილიანებს მივაწყე, მაგრამ ვაწვალე ის შვილებიც ვაწვალე. ექვსი შვილი მყავს, 18. 6 შვილი მყავს, 18 შვილი მყავს, 23 მათი შვილი მყავს. ღმერთმა გიმრავლოს და გამრავლოთ. ამაზე დიდი ბედნიერება რა არის, რომ ასეთი კარგი შვილები და ასეთი შვილებიც მასწავლები მყავს ყველა. ოჩა. რაც სწავლობენ სკოლაშიც ძლიერები არიან. ოჩა. ერთი შვილი ავარიაში მომიხდა შვილთა შვილი. ადამიანების დახმარებით გადარჩა. ახლა ამერიკაში ცხოვრობენ ისინი. მართლაც სასწაულებრივად გადარჩა, მეთმა გადაარჩინა და მე თქვა ადამიანებმა დახმარება გაუწიეს, მაგრამ მეთის დახმარება იყო ეს ყველაფერი და ახლა ამერიკაში ცხოვრობენ, მაგენი? ამერიკაში წავიდნენ? ისე მოყარეებით ჩემებული და კარგები შემხდა და შობლობა და პატივისცემა გამიწიეს, რაც ვიცოცხლე მათით ვიცხოვრე. ბედნიერი ქალი ბრძანდებით. მადლობა აღმეთ. რაიმე ამ ცხოვრებაზე, გავლილი ცხოვრებაზე სადმე გული ხომ არ წყდება? ჩემი შრომით არაფერზე გული არ მწყდება. იმიტომ თუ ხელს გაამდრევ, ყველაფერი გექნება და იქნები სიმართლეში. რა დაგჭირა გასაკეთებელი, რომელიც გინდა რომ გააკეთო? ერთი რამე ჩემ ქმარს კაი სახლის გაკეთება უნდა და დანოში და ვერ მოახერხებდა. შვენიერი სახლია და რატო ახლა? სამაგიეროდ თქვენი შვილები გააკეთებენ აუცილებლად. ფოტოგრაფზე ვიყიდე 500 მეტრო მიწა და 3 სართულიანი სახლი ააშენა ჩემს შვილს. აი აქაც გაიჩინეთ, ახლა იქაც გაქვთ და ის აწავა ახლა აქაც იქნებიან, იქაც იქნებიან შვილები აუცილებლად გააკეთებენ იქაც კარგ სახლს. მადლობა ღმერთს.
ახლავად გავხდი და ჩივა იქო და არ მიშვებენ ბატონი გამოდვე. კი ბატონო მეც ორჯერ მოგაკითხეთ და არ იყავით იქ და მითხეს ნაკლებ თქვენც რომ გამიხსენეთ და შეტუხდით ჩვენთვის. ეგ რა შეწუხებაა პირიქით, ავიცი მე მინდა რომ რაღაცნაირად ეს ასაკოვანი ადამიანები ვასიამოვნო და გამოვაჩინო და ყველამ რომ მოეფეროს და ნახოს. ბევრი ადამიანია რომ მეც თქვენი თავი არ ვნახია და აგე Facebook-ის მეშვეობით. სამ თვეში მისული ქალებიდან მე ვარ დარჩენილი მარტო. როგორც ძლები იმ სოფლისა, ხო? იქ სამიების როლაც არის რამდენად ისიც მოსულია. ერთი შვილი ყავდა მე რომ მივედი. გალბატონო ვარდო. ახლა ორ წყობას მოესწარეთ ალბათ, ხო? კომუნისტური და მე კომუნისტები წავიდნენ და ჩვეულებრივი ცხოვრება წავიდა და თქვენ რომელ ცხოვრებას მიანიჭებდით უფრო უპირატესობას და რომელ ცხოვრება უფრო მოგწონს? ბავშვობიდან რომელ წყობაშიც გავიზარდე, მე მირჩევნიოდა ეს წყობა. იმიტომ რომ შენი ბავშვობა იყო ის და შენი ახალგაზრდობა იყო და ალბათ მაგიტომ. ეს მეორე წყობა ჩემთვის სულ გაჭირვება და გაჭირვება არის. რატომ გაჭირვება გაჭირვებაგან აღარ არის, მაგრამ ის ალბათ იმიტომაც მოგწონთ რომ გაჭირვება არ აქვს, მაგრამ სულს გაჭირვება ქონდა. აღარ მყავდა ეს ხალხი, ვინც იყო მაშინდელი ხალხი. მაგიტომ გიყვარს ის დრო, იმიტომ რომ მაშინ ძალიან ბევრი იყო თქვენს გვერდში, მეუღლე, შვილები, პატარები ყავდათ, სანათესავე ყავდათ. მაგიტომ ალბათ. რა დღევანდელი ცხოვრებას რა უნდა აგერა? ხო, თქვენი შვილი. ეს ხელს თუ გაანდრევ, ყველა კარგად ცხოვრობს და თუ არ გაანდრევ, თულა ვინმე არ მოგწევს. რელიგიურ საკითხებში შენს და შენი შვილი როგორ ეწყობით? იმას ის უნდა მე ესმენდა. ქონიათ რაიმე თქვათ რაღაც შინაურული ისა ახსნა რომ თქვათ ქრისტიანულში ესეთი ქართულებაზე არ მაქვს საუბარი. უფრო თანაწყობა, უფრო ურთიერთგაგება, თქვათ რელიგიური ურთიერთგაგება. მოგებთ ერთი მეორეს. ძალიან კარგი. ესა დემოკრატია, ესა თავარია ღმერთი ვიწამოთ და ღმერთი. მეცმა მომცა შვილები, კაი შვილები მყავს და მიგებენ მეც ვუგებ მათ. ნამდვილად. მეცმა თქვენ შვილს თქვენი სარწმუნოებით გაუმარჯოს, თქვენ კიდე თქვენი სარწმუნოებით გაუმარჯოს და ყველას თავის სარწმუნოებაში გაუმარჯოს. თავარია ღმერთი გვწამდეს და ღმერთის მომსახური ვიყოთ ყველა. შვილები ყველა ნასწავლები მყავს, ყველა მუშაობენ. ერთი მასწავლებელია, ერთი საქმეთა მმართველია, ერთი ჯარში მუშაობს. ერთმა ჯარი დაამთავრა და პენსიაშია, ერთმა საზღვაო დაამთავრა და პენსიაშია. კარგი შვილები მყავს, ვუგებ მიგებენ, ყველაფერი კარგად არის. ძალიან კარგი. მე ბიბლიას დაკითხული მაქვს, ყურანიც ქართულადაც დაკითხული მაქვს, არაბულადაც. 4 ენით კითხულობ, სამენას ლაპარაკით ვფლობ და ბავშვებიც მიგებენ და უგებთ ერთი მეორეს. რა წერია მაშინ? რა სხვაობაა ყურანსა და ბიბლიას შორის? ბიბლიას შორის ბევრი განსხვავება არ არის. ესე ორივე სიცნობთ, ორივე გაცნობილი ხართ? თქმის რომ ერთნაირი. არაბული საიდან იცით? შინაურულად ვისწავლე. ოჩახ. გაჩვენებ თუ გინდა არაბულ წიგნს. და ამ წიგნში ახლა თქვენ კითხულობთ და თან გებულობთ. რა წერია ქართულად უკვე შეგიძლიათ გადათარგმნოთ? ლაპარაკი არ ვიცი. გაგება ახლა ქართული რომ წევკითხე, ბევრი განსხვავება არ არის. არა, მე რას ვამბობდი, იცი? თქვათ მაგ რაც წაიკითხეთ, ის თქვენ იცით რასაც კითხულობთ, ქართულად იცით აზრი ზოგი ვიცი, ზოგი არ ვიცი. აზრი გამოგაქვთ, ზოგი ნახევარი გამოგაქვთ, ნახევარი არა. და თქვენით ისწავლეთ ეს არაბული? თქვენით ისწავლეთ? ჩემი თვისწავლე. ოჩახ თქვენ. ჩემი თვითნასწავლე. თან გზავრობაში. მე ხიხაბძილში მყავდა ბიძაშვილის ცოლი, ნაკითხი და ერთი 10 დღე მასთან გეუმეორე და